დღეს სოციალურ ქსელებში შემთხვევით ვნახე დისკუსია ორ ქართველს შორის. ერთი იყო ზუგდიდიდან ქართველი მეგრელი, ხოლო მეორე იყო გალიდან იქ ცხოვრები ქართველი მეგრელი. შესაბამისად იყო მათ შორის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდელი ქართველი ეუბნებოდა ამ შემთხვევაში გალში ცხოვრებ ქართველს, რომ რატომ ჩაიწერე შენ აფხაზად და ესე იგი რატომ აკეთებ ამას. შესაბამისად ის პასუხობდა, რომ ჩვენ მე აფხაზეთში ვცხოვრობოდა, ესე იგი ეს არ გამიკეთებიაო, მაგრამ აი შენ ესე იგი ზუგდიდში ცხოვრობ და შესაბამისად ჩემი მდგომარეობა არ გესმისო. რა თქმა უნდა, მე დამჭა საკმაოდ მძიმე ესე იგი შტაბეჭდილება, რადგანაც ფაქტურად თითქმის 2 საუკუნეა აი დაწყებული 1886 წლიდან, როცა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგისში ჩატარდა აღწერა მოსახლეობის. იქ მაშინ ესე იგი ცალკე გრაფა იყო ქართველის, მათ შორის მეგრელის და ცალკე გრაფა იყო სამურზაყანოელის. აი მაგალითად მაშინ ცხოვრობდა ესე იგი 30640 სამურზაყანოელი, 4166 ქართველი, აქედან 3558 მეგრელი. ანუ დაწყებული 86 წელს 1800 უკვე ჩადებული ქონდა რუსეთის იმპერიას, რომ ცალკე უნდა განასხვავოთ ქართველი, მეგრელი, კიდევ სამურზაყანოელი. შესაბამისად, შემდგომი აღწერები, რომელიც 1897 წელს იყო, 1926-ში, 1939-ში, 59-ში, 60-ში, 79-ში და აი ბოლო აღწერა ჩვენ რომ ერთად ვიყავით 1989 წელს ჩატარდა, რომლის თანახმად აფხაზეთში ცხოვრობდა 45.7% ქართველი, 17.8% აფხაზი, 14.3% რუსი და 14.6% სომეხი. ბუნებრივია, რომ აფხაზებს ეს პროცენტული შემადგენლობა ცოტა არა გვარიანად არ მოწონდა, განსაკუთრებით რომ ქართველების რაოდენობა პროცენტულად იყო ძალიან მაღალი, თუმცა ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, რომ სომხების რაოდენობა პროცენტულად და ნაწილობრივ რუსების იზრდებოდა. ამასთან დაკავშირებით რუსეთის იმპერია, შემდეგ ბოლშევიკური იმპერია და თვითონ აფხაზები, მათი ესე იგი წარმომადგენლები, აიდგილარა და სხვები, გეგმას ზემიერად მუშაობდნენ, რომ ნაწილი იმ აფხაზეთში ცხოვრები ადგილობრივი ქართველების, უფრო მეგრელების, როგორმე გადაეწერათ ესე იგი აფხაზად. შესაბამისად, ამისათვის ისინი უქმნიდნენ ყველანაირ პირობებს და სამწუხაროდ ნაწილი ამაზე თანხმდებოდა, რადგანაც გარკვეული წლების განმავლობაში თბილისის წაყუებით აფხაზეთში ფაქტურად თუ შენ იყავი აფხაზი, ქონდა დიდი შანსი ყოფილიყავი ყველა დიდი საშუალო მცირე საწარმოს დირექტორი ან რექტორი ან საწყობის გამგე, ხოლო მოადგილე იქნებოდა ქართველი, რომელიც იშრომებდა, იმუშავებდა, გააკეთებდა ფულს და ნაწილს, დიდ ნაწილს მისცემდა ხელმძღვანელს. მე თვითონ ვარ აფხაზეთის მკვიდრი და როცა დავამთავრე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დავიცავი ხარისხი, მოსკოვში იქ დაარჩენა არ შეიძლებოდა, რადგანაც მე არ ქონდა ჩაწერა და ზუსტად ანდროპობის პერიოდი იყო,
რომ მე გამეგზელებინა მუშაობა სადოქტორო დისერტაციაზე, მე ესე იგი ჩამოვედი სოხუმში, სადაც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1984 წელია ჩემთვის არ მოინახა შტატი, რადგანაც მე ხარისხი მქონდა და ბევრის კონკურენტი ვიქნებოდი და დავიწყე მუშაობა აკუსტიკის ინსტიტუტში, ეს შუქურას რაიონში. შესაბამისად, მე საუნივერსიტეტო კაცი ვარ და ჩემთვის ყოველთვის დიდი განწყობით ყველანაირად მე უნივერსიტეტელი კაცი ვარ და მინდოდა უნივერსიტეტში მუშაობა, ამ შემთხვევაში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეტი სხვა უნივერსიტეტი არ იყო სუბლის მეურნეობის, მაგრამ ჩემი პროფილით არ იყო. შესაბამისად, მე ესე იგი შემთხვევით აი ამ აკუსტიკის ინსტიტუტში გამოიარა აგრესტმა, იყო ალეკო გვარამიას კათედრის გამგის მოადგილე, რომელიც ეძებდა ქართულ ენაზე, ამ შემთხვევაში რიცხვითი მეთოდებით წამკითხავ პიროვნებას, ვიღაცა მიასწავლა აქ არისო თემურ ჩილაჩავა და მასთან მიდითო და რა თქმა უნდა, როცა დამელაპარაკა აგრესტი, მე მივხვდი, რომ ჩემთვის ერთადერთი შანსია, თუნდაც საათობრივზე მოხვედრის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო დათანხმება და ბუნებრივია მე დავთანხმდი, მოავზადე კურსი და დავიწყე კითხვა ამ საგნის. ასევე მეორე კათედრაზე, რომლის გამგე იყო მათემატიკური ანალიზის კათედრის გამგე იყო ლამარა თარბა, დიდებული ადამიანი, ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მან შემომთავაზა კურსი მათემატიკური ფიზიკის განტოლებები, რომელსაც მე ვკითხულობდი, მაგრამ საათობრივი ანაზღაურების წესით, რადგანაც მე ჩემი შტატი არ მქონდა და ასე ვიყავი საფურთავი ერთი კათედრიდან მეორეში საათობრივად მუშაობდი, მქონდა მიზერული ხელფასი, მაგრამ რაღაცა პირველ ეტაპზე ამის მაყოფილდებოდი. მაგრამ ახლა ბუნებრივია მე ასევე ჩემს მშობლებს, განსაკუთრებით დედას, ბებია ჩემი იყო აფხაზი, მან თქვა, რომ მე შევაწუხებ ჩემს აფხაზ ნათესაებს, ვინ იცოდა შენთვის უკვე მეცნიერებათა კანდიდატისთვის, შეიძლება მოიძებნოს რამე შტატი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის დაუკავშირდა თავის ნათესაებს, რომელიც აღმოჩნდნენ იმ პერიოდისთვის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის ოლეგ დამილინიას, შემდგომში აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დეპუტატის, ცნობილ სხვათა შორის ანტიქართველის ოლეგ დამილინიას და მან დამიბარა მე მოცემულ რაღაცა დროს ასეთ მომენტში და მე მახსოვს ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, მან მე მიმიღო კარგად, როგორც ყოველთვის აფხაზი, როცა მე შემოვედი, შედარებით ახალგაზრდა კაცი მასთან შედარებით, ის ადგა, მომიპატიჟა, ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან ბევრი, იმან გამომკითხა რა დავამთავრე, როგორ დავამთავრე, სადავური ვარ, რა ეროვნების ვარ, ასე შემდეგ იცოდა, მაგრამ ასე დავამთავრე კომაროვი, მე მოსკოვის უნივერსიტეტი, ვარ ადგილობრივი აფხაზეთის მკვიდრი და ახლა ეთყობოდა, რომ თან ახლა მე რუსული კარგად ვიცოდი, აფხაზი შვილი და რაღაცა შთაბეჭდილება შევქენი მასზე, ასე ფიქრობ. და მან მითხრა, რომ თქვენს ნათესავებს მე გადავცემო პასუხსო და დაელოდეთო პასუხს. გავიდა ერთი კვირა, 10 დღე და დედა ჩემის ნათესავისთვის ალეგ დამენიას უთქვამს. მაშინ როგორც გითხარით, არსებობდა მათემატიკის ფაკულტეტზე სულ 3 კათედრა. პირველი კათედრა იყო მათემატიკური ანალიზის, მისი გამგე იყო იმ პერიოდში დიდებული აფხაზეთელი ლამარა თარბა, აფხაზი დიდებული ადამიანი, ჩვენ ერთად საუბრობთ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მეორე კათედრა იყო ალგებრა გეომეტრიის, რომლის გამგე იყო ალეკო გვარამია, ახლა ცნობილი პიროვნება, მაღალი დონის ალგებრაისტი და პედაგოგი, ხოლო მესამე კათედრა იყო საბაზისო კათედრა, ზუსტად ატოლის, აკუსტიკის ინსტიტუტს და ერქვა ზუსტად გამოყენებითი მათემატიკის, რომლის გამგეც არ იყო მოვალეობის შემსრულებელი, ასრულებდა იმ ინსტიტუტის დირექტორი ბატონი კუზნეცოვი. აი ზუსტად ალეგ დამენიას უთქვამ ჩემი ნათესავებისთვის, რომ ბატონ თემურმა ჩაიწეროსო აფხაზად
და ჩვენ მას არა მარტო მივცემთო შტატს, არამედ გავხდითო გამოყენებითი მათემატიკის კათედრის გამგედ. აი ესეთი შემომითვალეს, ბუნებრივია ჩემი პოზიცია გასაგები იყო, მე ესე იგი აფხაზებს უდიდეს პატივცემ, ბებიაჩემი ძალიან მიყვარდა და ყველა აფხაზი ნათესავი, მაგრამ მე ვარ ქართველი და შესაბამისად ვარი უთხარი და მე გავაგრძელე მუშაობა სათობრივ ანაზღაურების წესით, შესაბამისად შემდგომში მე უკვე რომ დაიწყო გამოიყო სოხუმის ფილიალი, უკვე გადმოვედი და მე გავხდი 1990 წელს გამოყენებითი მათემატიკის კათედრის გამგე, რომლის გამგე დღემდე ვარ. მე ახლა მაგრამ მე ამ პერიოდში როცა მე დავინტერესდი, ჩემთვის საერთოდ ეს გაუგებარი იყო, როგორ შეიძლება ადამიანს ამ შემთხვევაში ქართველს ან სომეხს უთხრა შეიცვალე ესე იგი ნაციონალობა შემდეგ, მე დავინტერესდი და აღმოჩნდა რომ ახლო ჩემს ნაცნობობაში შეიძლება იქ უნივერსიტეტში სხვები ნაწილი ქართველისა მართლაც ჩაიწერა აფხაზად, ზოგი გახდა მაღალი თანამდებობის გამგე, ზოგიერთმა მოიყვანა აფხაზი ცოლი, რაც ცუდი არ არის ხადია, მაგრამ მე ამის გამო როგორც ჩვენი სიძე აფხაზებმა დააწინაურეს და ისიც გადაწერეს აფხაზად, ნაწილი იწერებოდა და ამით პროცენტების რაოდენობას თქვათ ცდილობდნენ შეეცვალათ ეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის მდგომარეობა, რაც დღესაც არის აფხაზეთში, ჩვენზე არ მუშაობს. რუსეთი გეგმა ზომიერად ჰიბრიდულ ომს ატარებს მაღალ სამეცნიერო დონეზე და თუ ასე გაგრძელდა, ისინი ეცდებიან, რომ გალში აფხაზი მოსახლეობას თქვათ ჩაუნერგო, რომ თქვენ ხართ მეგრელები, სამურზაყანოები, აფხაზეთელები, ამიტომ თქვენ ხართ ცალკე და არა ხართ თქვენ ქართველები, მით უმეტეს თქვენ აქ ცხოვრობთ, ჩვენზე ხართ დამოკიდებული, ამავდროულად და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ არაფერს არ აკეთებს ამ მიმართულებით, იმის ნაცვლად, რომ რაღაცა თავისი გარკვეულწილად თქვათ ფინანსური ინტერესების გამო აგზავნით ბენზინს, პირველი უნდა იფიქროს, რომ იყვიროს მთელ სოფლიოში დასვა საკითხი, რომ გალის რაიონში ხდება მოსახლეობას აუგზალეს სახელმწიფოებრივი ენა, ქართული ენა, სკოლებში და საერთოდ ლაპარაკიც იგზავნება, ეს ერთი და მეორე ვიფიქროთ იმ ინფორმაციულ ომზე, რომელსაც ჩვენ ვაგებთ, ყოველდღიურად ვაგებთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენ მომავალში სხვა რეგიონებში არ შეგვიქმნეს პირობები. ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა ადამიანის მოაზროვნე, ნაკლებად მოაზროვნე ინტელიგენციის წარმოადგენელი, მაღალი თუ საშუალო დონის ხელისუფლების წარმოადგენლის ამოცანა არის სწორად ესე იგი სწორი მესიჯები გავაგზავნოთ ყველგან და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა უნდა იყოს ამ და სხვა მიმართულებით.